მარკო რუბიომ გაამკაცრა განცხადება ირანის წინააღმდეგ და დაიცვა შეერთებული შტატების სამხედრო პასუხი, მას შემდეგ რაც ირანულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ამერიკულ გემებს ჰორმუზის სრუტეში. ამ პარასკევს 2026 წლის 8 მაისს ფრაზა, რომელმაც ვაშინგტონის პოზიცია დააფიქსირა, პირდაპირ იყო: მხოლოდ სულელი ერები არ პასუხობენ, როცა მათ ესვრიან. შეერთებული შტატების ყველაზე გავლენიანმა სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ამერიკული გამანადგურებლები საერთაშორისო წყლებში იმყოფებოდნენ. მათ რაკეტებით, დრონებით და სწრაფი ნავებით დაესხნენ თავს, ხოლო მათაც უპასუხეს, რათა საკუთარი ეკიპაჟი დაეცვათ. რუბიომ კრიზისის ახალი ინტერპრეტაცია გააკეთა და მიანიშნა, რომ შეიძლება კვლავ სასტიკი ძალით დაბომბონ ისლამური რევოლუციური გვარდია. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ არხზე უნდა გამოიწერო, რომ ინფორმირებული დარჩე, მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით. სანდოობის ეტალონი, მიუსონ ალვესი. რუბიოს განცხადების მთავარი აზრი უბრალოდ მუქარა არ იყო. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჰორმუზის სრუტეში ახალი სროლა მოხდა, სადაც შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ირანის თავდასხმები სამხედრო გემზე აღკვეთილ იქნა. ამერიკული ანგარიშის მიხედვით არც ერთ ამერიკულ გემს არ მოხვედრია და ამერიკულმა ძალებმა ირანის აგრესიასთან დაკავშირებულ სამხედრო ობიექტებზე მიიტანეს იერიში. დონალდ ტრამპმაც განაცხადა, რომ 3 გამანადგურებელი გემი უვნებლად გავიდა და ირანმა დანაკარგები განიცადა იმ წერტილებში, საიდანაც თავდასხმა განხორციელდა. ამერიკული გემები ჩართულნი იყვნენ საზღვაო გზის ხელახლა გახსნის მცდელობაში. თავისუფლების პროექტის ფარგლებში, ოპერაცია, რომელიც ვაშინგტონის მიერ წარმოდგენილია როგორც თავდაცვითი და მიმართულია კომერციული გემების გადაადგილების დასაცავად. რუბიომ გამოყო ეს ეტაპი, ოპერაცია ეპიკური რისხვისგან, რომელიც მან დასრულებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ირანის სამხედრო სამიზნეებს დაარტყა. მისი თქმით, ახალი ეტაპი უფრო შეზღუდულია: ესკორტირება, კოორდინაცია, მარშრუტების დაცვა და რეაგირება თავდასხმის შემთხვევაში. და სწორედ ამ მომენტში მან თქვა ფრაზა: არ არსებობს ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც აიძულებს საზღვაო ძალებს მიიღონ უძრავად მდგომი რაკეტა. მდგომარეობა მძიმდება, რადგან ჰორმუზში უკვე არის მსხვერპლი და ჩარჩენილი ხომალდები. რუბიომ რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ კრიზისის დროს სულ მცირე 10 სამოქალაქო მეზღვაური დაიღუპა და რომ დაახლოებით 23,000 ადამიანი 87 ქვეყნიდან იმყოფებოდა შეჩერებულ ან საფრთხის ქვეშ მყოფ გემებზე რეგიონში. ეს ხსნის, რატომაც ვაშინგტონი ამ შემთხვევას საერთაშორისო საგანგებო ვითარებად განიხილავს და არა უბრალოდ როგორც ორ სამხედრო ძალას შორის დაპირისპირებას. ირანი ცდილობს კრიზისის ზეწოლის ბერკეტად გამოიყენოს. ამერიკის ბრალდება ისაა, რომ თეირანი მოქმედებს ისე, თითქოს შეუძლია ნებადართოს, აღკვეთოს, დაბეგროს ან დაემუქროს საერთაშორისო მარშრუტზე გადაადგილებას. რუბიომ ამას მიუღებელი უწოდა, რადგან თუ მსოფლიო დათანხმდება, რომ ადგილობრივმა ძალამ აკონტროლოს გზა, რომელსაც მრავალი ქვეყანა იყენებს, სხვა ძალებიც შეიძლება ამ მეთოდის კოპირებას სცადონ სხვა სტრატეგიულ ადგილებში. მისი განცხადება მხოლოდ თეირანის წინააღმდეგ არ ყოფილა. ეს იყო გაფრთხილება მოკავშირეებისთვის, რომლებიც სიტყვიერად გმობენ ირანს, მაგრამ უკან იხევენ, როცა კონკრეტული ზომების მხარდაჭერის დრო დგება. რომში რუბიომ მკაფიოდ აღნიშნა, რომ თეთრი სახლი დიპლომატიურ ნოტებზე მეცელოდება. მან იკითხა, რატომ არ დაუჭერდნენ ევროპელი მოკავშირეები მხარს ამერიკის მცდელობას ირანთან დაპირისპირებას და ჰორმუზის ხელახლა გახსნაში. იტალია ცდილობდა დააბალანსებინა ურთიერთობა ვაშინგტონთან, შიდა პოლიტიკა და ომის ეკონომიკური ტვირთი. მაგრამ რუბიომ საკითხი მარტივად დააკენა. თუ ერი უარყოფს ირანის კონტროლს საერთაშორისო გზაზე, უნდა თქვას, რას აპირებს პრეტენზიების გარდა. კრიზისი ნატოსაც შეეხო. რუბიომ გაიხსენა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შეერთებული შტატები ინარჩუნებს ძალებს ევროპაში, არის საგანგებო სიტუაციებში ძალის პროექცირების შესაძლებლობა. როდესაც ალიანსის წევრები კრიტიკულ მომენტებში ბაზების გამოყენებას ართულებენ, ვაშინგტონი იწყებს ამ სტრუქტურის სტრატეგიული სარგებლიანობის გადახედვას. შეტყობინება მკაცრი იყო, მაგრამ ეს მიტოვება არ ყოფილა, ეს იყო ზეწოლა. თეთრი სახლის სურს, რომ მოკავშირეებმა გაიგონ, რომ შეერთებული შტატების მიერ უზრუნველყოფილი უსაფრთხოებაც არსებობს. საჭიროა თანამშრომლობა, როდესაც საფრთხე თეორიიდან პრაქტიკაში გადადის და ზღვაში ჩნდება. ამავე დროს რუბიომ დიპლომატიური კარი ღია დატოვა. მან თქვა, რომ ვაშინგტონი ელოდა ირანის პასუხს შესაძლო მოლაპარაკებაზე და რომ მოლოდინი იყო, რომ მიიღებდნენ სერიოზულ პასუხს. მაგრამ მან ასევე აღწერა ირანის სისტემა როგორც გახლეჩილი და არამოქმედი, რაც ხსნის, რატომ ლაპარაკობს თეირანი ხან მოლაპარაკებაზე, ხან კი ფსონსდებს თავდასხმაზე, საზღვაო მუქარაზე და ტვირთმზიდებზე ზეწოლაზე.
ეს შიდა არეულობა ამერიკულ შეფასებას აძლიერებს. მხოლოდ რეალური ზეწოლა აიძულებს რეჟიმს გააანალიზოს, რა დაუჯდება შეერთებული შტატების გამოცდის გაგრძელება. დაპირისპირება გაეროს უშიშროების საბჭოშიც გადავიდა. შეერთებული შტატები და სპარსეთის ყურის მოკავშირეები ზეწოლას ახორციელებენ რეზოლუციის მისაღებად, რომელიც დაგმობს გემებზე თავდასხმებს, არალეგალურ გადასახადებსა და რეგიონში ნაღმების გამოყენებას. ირანის წარმომადგენელმა თავის მხრივ საზღვაო მოძრაობის ნორმალიზაცია ომის სამუდამოდ დასრულებასა და ამერიკული ბლოკადის მოხსნას დაუკავშირა. ვაშინგტონი ამ პოზიციას შანტაჟად აღიქვამს. ირანი ზღვაში რისკს ქმნის, აკავებს გემებს და შემდეგ ცდილობს მოლაპარაკებას თითქოს პრობლემიდან თავის დაღწევით სტაბილურობას თავაზობდეს. რუბიომ ასევე დააკავშირა ირანის ქცევა რეგიონში მოკავშირე ჯგუფების გამოყენებასთან. ლიბანზე საუბრისას მან ჰეზბოლა ირანის აგენტად დაასახელა და განაცხადა, რომ ეს ჯგუფი საფრთხეს უქმნის ისრაელს, ლიბანის მთავრობასა და თავად ლიბანის მოსახლეობასაც. ვაშინგტონისთვის ლოგიკა იგივეა. თეირანი იყენებს პირდაპირ ძალებს ზღვაზე და არაპირდაპირ ძალებს ხმელეთზე, რათა გააფართოვოს თავისი მუქარის ძალა. სხვაობა ეხლა ისაა, რომ ტრამპმა ამერიკული პასუხი სხვა ტემპში გადაიყვანა. თუ მუქარა ამერიკელებს გემებს ან სასიცოცხლო მარშრუტებს ემუქრება, რეაქცია მხოლოდ განცხადებება გაქვს, რო განცხა მოიფარგლება. რუბიოს ფრაზა ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების პოლიტიკის ძველ ნიმუშს მოგვაგონებს. როცა ამერიკელებს ესხმიან თავს და პასუხისგებლობას მტრულ რეჟიმს აკისრებენ, ვაშინგტონი ცდილობს ძალის გამოყენებით აღადგინოს შეკავება. 1986 წლის 15 აპრილს რონალდ რეიგანმა ლიბიაში სამიზნეებზე შეტევები ბრძანა. მას შემდეგ, რაც დასავლეთ ბერლინში ამერიკელი სამხედროებით სავსე ლაბელეს დისკოთეკაზე თავდასხმა მოხდა. შეტევამ 2 ამერიკელი ჯარისკაცი და 1 თურქი ქალი იმსხვერპლა, ასევე 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. პასუხი, სახელწოდებით ოპერაცია ელდორადო კანიონი, წარმოდგენილი იყო როგორც საპასუხო ქმედება ტერორისტული აქტივობების გამო, რომლებიც მუამარ კადაფის რეჟიმს მიეწერებოდა. ისტორიული გაკვეთილი მძიმეა. როდესაც დიქტატურა ამერიკის ზღვარს ცდის, დაყოვნება სისუსტეც შეიძლება აღიქმებოდეს, ხოლო სისუსტემ შეიძლება ახალი თავდასხმები გამოიწვიოს. რუბიომ სხვა სიტყვები გამოიყენა, მაგრამ ლოგიკა მსგავსია. დიდი ძალა, რომელიც არ რეაგირებს, როცა მის სიძლიერეს უტევენ, მტერს ასწავლის, რომ დარტყმა გაიმეოროს. სხვა ქვეყნებმაც აჩვენეს, რომ ბლოკადები, შეჭრები და თავდასხმები სტრატეგიულ მარშრუტებსა თუ ტერიტორიებზე იშვიათად რჩება შედეგების გარეშე. 1982 წელს არგენტინამ მალვინები დაიკავა და გაერთიანებულმა სამეფომ საზღვაო ძალა გაგზავნა კუნძულების დასაბრუნებლად, რის შედეგადაც ომი არგენტინის დამარცხებით დასრულდა. ეხლა შემდეგი ნაბიჯი თეირანზეა დამოკიდებული. თუ ირანი სერიოზულ წინადადებას წარადგენს, მოლაპარაკება ამერიკის ზეწოლის ფონზე შეიძლება გაგრძელდეს. თუ ირანი განაგრძობს რაკეტების, დრონებისა და სწრაფი ნავების გამოყენებას და საზღვაო მიმოსვლის უკანონო კონტროლს, შეერთებული შტატების საზღვაო ძალებს კვლავ ექნებათ თავის დაცვის უფლება. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოთ სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთოთ მილსონ ალვესის საზოგადოებაში.